გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, ჩვენ მოვაწყებლობთ სოციალურ ქსელებში, როგორც მოიხსენებათ, YouTube-სა და Facebook-ზე და მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მოიწონოთ და გააზიაროთ ვიდეო, ვინაიდან რადგან ამ ფორმატზე გადავედით, ეხლა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე ჩვენთვის, იმისთვის, რომ მოვიცოთ უფრო მეტი აუდიტორია და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი ამაში დაგვიჭერს მხარს. ჩვენ დღევანდელ ეთერში საუბარი გვექნება პოლიტიკოსთან, საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრთან, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საღამოშვიდობის ბატონ თენგო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელსა და მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ბატონ დიმიტრი, მინდა დავიწყო საუბარი დღევანდელი კონფერენციით, რომელიც გაიმართა სასტუმრო ამბასადორში და სადაც მონაწილეობდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. კონფერენციის საკითხი შეეხებოდა საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას. მე რეჟისორს ვთხოვ, რომ კოლაჟივით, ასე ვთქვათ, გვაქვს მომზადებული მასალა გაუშვას რა კონფერენციაზე არის საუბარი, რომ მაყურებლისთვისაც უფრო მეტად იყოს გასაგები. კონფერენციის სათაური იყო საქართველოს როლი, ადგილი ცვალებად სამყაროში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები. თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ, ანუ რა იყო თქვენი აზრით ამ კონფერენციის მთავარი მიზანი, რა იყო მისი სულისკვეთება და რამდენად შესრულდა ეს მიზანი საბოლოო ჯამში. კიდევ ერთხელ მინდა დიდი პატივისცემით მივესალმოთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ნამდვილად ძალიან საინტერესო პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგთავაზა დღეს ჩვენმა მასპინძელმა სოლიდარობა მშვიდობისთვის, რომლის უშუალო ორგანიზებითაც შედგა დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი რგვალი მაგიდა, შეიძლება კონფერენციაც უწოდოთ ამას თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რამოდენიმე ათეული ორგანიზაციის წარმომადგენელი ლიდერი მონაწილეობდა ამ კონფერენციაში. კონფერენცია მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ბოლოდან რომ დავიწყოთ და რეზოლუცია პირველ რიგში ეხება იმ აუცილებელ პოლიტიკურ იმპულსებს, რომელიც ჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ დიპლომატიით მოიმსახუროს თავის პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ინტერესს, მით უმეტეს საგარეო პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებით. ძალიან სწორი იყო აქცენტი თავად კონფერენციის სათაურში გამოტანილი მიმართულებისა, დიახ, ცვალებად სამყაროში საქართველოს როლი, ანუ საქართველოს როლი თანამედროვე ურთიერთობათა სისტემაში. არამდგრად სისტემაში, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას დაეყრდნოს თავის მხრივ საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართალი გარდაცვლილია ქვეყანაში, შეიძლება ითქვას ქვეყანაში კი არა და მსოფლიოში. და მსოფლიო ფორმატირების პროცესში, რაც გულისხმობს ერთპოლარული სამყაროს დაყოფას მრავალპოლარულ სამყაროთ, მინიმუმ ორ პოლისზეა უკვე საუბარი დღესდღეობით, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა ნახოს თავისი აქტიური როლი. და აქტიური როლის ნახვის პროცესი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამეზობლო პოლიტიკის დალაგებას გულისხმობს, რა. ჩვენ ხედავთ, რომ ნამდვილად ეს უნდა დაუფასოთ ჩვენს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის გატარების კურსით. იგივე ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა, იმიტომ რომ მან შეძლო და ფაქტიურად ხიდის როლი ითამაშა გლობალურ პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის, აღმოსავლეთ ევროპის არაერთ სახელმწიფოში წარმატებული ვიზიტის მერე ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ნიშნულზე ურთიერთობების აყვანით, აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის მოწვევით, რომელშიც 2400-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, რომელშიც საქართველოს როლი გამოიკვეთა უკვე როგორც სამხრეთი დერეფნის თავის მხრივ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, რაც ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის პირდაპირ დამაკავშირებელი უწყვეტი მაგისტრალია და შესაბამისად საქართველოს შეძლო შეექმნა ის ეკონომიკური რეალობა, რომელიც მისი და ამავე დროს მასთან ერთად მთელი რეგიონის გაძლიერებას უწყობს ხელს. მეტადრე მაშინ, როდესაც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა წარმოიდგინეთ იმ პირობებში, რომ ტრანზიტულობისთვისება ყველაზე მძიმედ უნდა ასახულიყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ დაძაბული, ეს არის საომარი ესკალაციის პირას, ხელახალი განმეორებითი ესკალაციის პირას მდგარი ვთქვათ, ორი ქვეყანა, რომელთა შორის მშვიდობის მყოფელი არის ისევ და ისევ საქართველო. ანუ საქართველოს რაღაც გარკვეული ჯვარსახოვანი გზაც კიდევ ერთხელ კაფიოდ გამოიკვეთა, ეს არის დასავლური რაციონალიზმის, აღმოსავლური სიბრძნის გზაჯვარედინზე, როგორც არაერთხელ მithქვამს და ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო პირველად თავისი, ასე ვთქვათ, თანამედროვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იძენს ფუნქციას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გამავალი გზების
ერთ-ერთი მთავარი კომუნიკატორი იყოს. ამისთვის კი საჭიროა კიდევ ერთხელ ვიმეორებ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მოხდეს სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა, არა მხოლოდ ამიერკავკასიის რეგიონში, არამედ დიდ რეგიონშიც, როგორიც არის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, თურქეთთან, რომელიც არის ნატოს ფლაგმანი ქვეყანა აღმოსავლეთით და ირანთან, რომელიც არის დამოუკიდებელი ცივილიზაცია და პრეტენზიის მქონე დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური აქტორისა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში და შუა აზიის მიმართულებით გააჩნია თავისი ასევე ხიდი დამაკავშირებელი როლი და ფუნქცია. 840 კილომეტრი საერთო საზღვარი და დიპლომატიაზე უარის თქმა. რა შეჯდება ეს? არაფერში არ ჯდება, ბუნებრივია, იმიტომ რომ ფინეთმა შეძლო და დაალაგა რუსეთთან ურთიერთობა თავის დროზე. იაპონია აი ამ პროცესშია, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა იქ არსებობს კურილის კუნძულებთან დაკავშირებით და ეს პრეტენზია ნამდვილად მუსირებს შიდა პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით იაპონია ძალიან ბრძნულად იქცევა. ის დიპლომატიას უკავშირებს რუსეთთან ურთიერთობის კუთხით იმ საკითხებს, რომელიც ნელ-ნელა უნდა მომწიფდეს და არა რაღაცა რევოლუციური პროცესით, მით უმეტეს ნაჯახის პრინციპით, რომ დაარქვას ამას ოკუპაცია და დაარქვას ამას ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ რო ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი ტერიტორიების 1/5-ს, ხო არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ამ ტერიტორიების კონტროლის აღდგენაზე, ასე ვთქვათ, გადავდგათ შემდგომი ლოგიკური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, არ ვამბობთ უარს, მაგრამ სამწუხაროდ რას დავაბრალოთ ის არ ვიცი, რომ ჩვენი ხელისუფლება დღემდე სამწუხაროდ ფეხს ითრებს, ესე იგი, აი რა არის ამის მიზეზი, სულ ეს გვაინტერესებს, ან რა შეიძლება გახდეს მოვლენა, რომელიც აი ამ კომპლექსებს მოუხსნის. დიახ, მე როცა ვამბობ ახლა სამწუხაროდ მე ამ შემთხვევაში ნიშნის მოგებით არ ვამბობ ამას, რომ მას შეუძლია და არაკეთებს. ალბათ გაცილებით რთულია მის ადგილას ყოფნა, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღების საკომანდო სიმაღლეზე დგომა. და ადვილია აქედან თქვათ ასეთი შეძახილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვინც დღეს შევიკრიბეთ ამბაზადორში და ვინც თავისი პოზიცია დააფიქსირა, ყველა წლების განმავლობაში გვაქვს რაღაცა ნაკეთები, ხო? მე პირად მე-7 წელი მთავრდება უკვე ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, შრომას ვეწევი. ყოველგვარი ყალბი თავდაბლობის გარეშე გეტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის მადლიერი შრომა, ეს არ არის დაფასებული შრომა, ეს არის ძალიან მძიმე ხელაკაპიცებული შრომა იმისთვის, რომ სახალხო დიპლომატიის პლატფორმის შექმნის გზით რაღაცა სტაბილური გარემოს შექმნა შეუწყო ხელი. მე არ ვამბობ, რომ რაიმის აქტორი ვარ, მე ვამბობ, რომ ხელშემწყობი კომპონენტი ვარ იმ კუთხით, რომ სავაჭრო ურთიერთობები, კომუნიკაციები, ხალხთა შორის ურთიერთობები, აი ეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფერო, რასაც ეს ყველაფერი მოიცავს, იყოს ნორმალიზებული და შემდგომში იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება დიპლომატიაში და ტრანსფორმირდება პოლიტიკურ ურთიერთობებში, ხო? ყოველთვის მithქვამს და ეხლაც ვიტყვი, ხა არ არსებობს ეგეთი პრეცედენტი მსოფლიოში, რომ ქვეყნებს შორის ომი იყოს, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი იყოს და სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა ყოველწლიურად 40-50%-ით იზრდებოდეს. სავაჭრო პარტნიორი იყოს, გახსნილი იყოს ავიამიმოსვლა, გახსნილი იყოს გზები, რუსეთმა საქართველოს შეიძლება ბერმა არ იცის და ძალიან მნიშვნელოვანი პრეფერენცია შესთავაზა, განსხვავებით აზერბაიჯანისგან სხვათა შორის. საიდანაც ავტომანქანებით შესვლა აკრძალულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია მანქანებით შევიდეთ, ჩვენ შეგვიძლია სამუშაო ადგილებით დავკავდეთ, ასე ვთქვათ, თუ კი ამის სურვილი გვექნება, ამისთვის არსებობს უკვე დადგენილი პროცედურები. გამოცემული იქნა ამინისტია ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელსაც თავის დროზე პრობლემები ჰქონდა არალეგალურად ყოფნიდან გამომდინარე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მოკლედ სრული კომპლექსი პრეფერენციებისა სამოქალაქო აქტივობის განსახორციელებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის. სხვა საკითხია, რომ რუსეთს თავად აქვს ახლა ძალიან სერიოზული პრობლემები, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ჩართული უთანასწორო ომში, 56 ქვეყნის ნაერთ სამხედრო ბიუჯეტის წინააღმდეგ იბრძვის, ეს არის ალბათ ის გამოწვევა, რომელიც არასდროს არ ქონია რუსეთს თავისი არსებობის ისტორიაში, იმიტომ რომ ყოველთვის ყავდა მოკავშირეები, ხან საფრანგეთის სახით, ხან ინგლისის სახით, ხან აღმოსავლეთის მიმართულებით ნახულობდა დასაყრდენს. დღესდღეობით ის არის აბსოლუტურად მარტო, მას არ ყავს მოკავშირეები. ბელარუსი არ არის ბელარუსი არ არის მისი ასე მოკავშირე სუბიექტი. ის არის მასთან არსებული ორგანული სუბიექტი. ამიტომ მე ბელარუსს ცალკე არ განვიხილავ. და სხვა შორის ეს კიდე ცალკე მსჯელობის საგანია, ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ბელარუსი როგორც სტრატეგიული პარტნიორი ასევე. და რუსეთი მარტოა და რუსეთი ამას ახერხებს, უმკლავდება და აი პრიმაკოვის დოქტრინა რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სხვათა შორის ამან თავი ეჩინა ბრიქსში ზუსტად, რომელშიც რუსეთი ერთ-ერთი ლიდერია.
და რომელმაც თავისი, ასე ვთქვათ, ნაყოფი, ანუ BRICS-ის ფორმატმა თავისი ნაყოფი გამოიღო რუსეთისთვის სასარგებლო პირობით. მას აქ შესაძლებლობა იმისა, რომ ესე იგი ამ საბრძოლო პროცესებს უკრაინის ტერიტორიაზე გლობალური დასავლეთის წინააღმდეგ გაუწიოს გააფთრებული წინააღმდეგობა. სხვა საკითხია, როგორ დამთავრდება ეს, რანაირად დამთავრდება, რა პირობით შესრულდება სამშვიდობო ინიციატივა, რომლის უკან დგას ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოსთვის და თითოეული ქართველისთვის დღეს მნიშვნელოვანი არის გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარების ყველა პირობა, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მალე გავაჩინოთ, ასე იგი დროულად, გონიურულ ვადაში გავაჩინოთ პერსპექტივა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური პროცესის დასაწყისისა. ამას ელოდება მთელი ქართველობა. ყველა, ვინც ქართული ოცნების მიმართ იყო ლოიალური 2024 წლის არჩევნებში, მაგრამ გამოხატავდა მის მიმართ უკმაყოფილებას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის პირველ რიგში სამართლიანი სამართლებრივი გარემოს ვერ აღდგენასთან დაკავშირებით, იგივე ტერიტორიული მთლიანობის კუთხით რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობების ვერ დალაგებასთან დაკავშირებით და ბევრ ხარვესთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროს გულისხმობს, ძალიან ბევრმა ასეთმა ადამიანმა მაინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. არ უნდა გავიწყდეთ, მათ შორის მეც სხვათა შორის არც დამიმალავს ეს ფაქტი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი აზრით მაშინ ერთადერთი სწორი არჩევანი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური გადატვირთვის პროცესისთვის ხელი შეგვეწყო. ერთგვარი ავანსი შეიძლება ითქვას ქართული ოცნებისთვის. მაგრამ როდემდე ხო მართალია, ყველაფერს აქვს თავისი. რომ იყო ისეთი სახის დაპირებები, რომელიც შემდეგ რაღაც ტრანსფორმი და ცოტა სხვა ფორმით. რა თქმა უნდა, იგივე მაგალითად ხა საგამოძიებო კომისია, ხო? საგამოძიებო კომისია, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ძალიან აქტიურად თანამშრომლობ ამ კომისიასთან, მაგრამ მიმაჩნია და უცქერი რა ამ კომისიას, მიმაჩნია, რომ ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ გაჩნდეს განცდა ქართულ საზოგადოებაში, რომ კომისიის შედეგები პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით იქნება დატვირთული იმგვარად, რომ შეასრულებს ყველა დაპირებას და დაპირება მარტო ხა ვიღაცის დეკვალიფიკაცია კი არ არის და დენაციფიკაცია კი არ არის მხოლოდ პარტიის, არამედ ეს არის მთელი პოლიტიკური პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი პოლიტიკური კლასის გაჩენა ქვეყანაში, ანუ აღარ უნდა შეუშალოს ხელი მართველმა პოლიტიკურმა ძალამ ამ შუა გაკრეფილებს, ეგრეთ წოდებულ შუა გაკრეფილ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კონგლომერატს პოტენციურს, რომელიც ხალხის წიაღიდან მოდის. ჩვენ ასეთი ფაქტის წინაშე არაერთხელ დავდექით, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი ხელისუფლებისთვის ერთადერთი იძულებითი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა იმისა, რომ შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება. ანუ ტყილა არ ამბობს ხალხი, რომ აი ოცნება სჭირდება ნაცები, ნაცებს სჭირდებათ ოცნება იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ორმა ძალამ ერთმანეთში გაითამაშოს არჩევანი არადანის პრინციპით ხელისუფლება და მუდმივად იყვნენ ერთი პირველ ადგილზე, მეორე მეორე ადგილზე. და არ კონდეს გასაქანი სხვა ძალას, რომ შემოვიდეს ამ პოლიტიკურ პროცესში. სამწუხაროდ ეს ამისთანა სახეს იღებს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ შემდგომი არჩევნებისთვის ეს ნდობის ლიმიტი შეიძლება ძალიან სწრაფად ამოიწუროს. და იქ უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ აი ამ ერთხელაც, მეგობრებო, ერთხელაც რამდენად იქნება ეს? გამოიჩინეთ სიბრძნე, ეს არის საინტერესო. სიმწიფე თქვენი პოლიტიკური აზროვნებისა გამოიჩინეთ და აი ამ ერთხელაც დაგვიდექით გვერდში, ეს აღარ იქნება, ბატონ თენგო, ეს აღარ იქნება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს აღარ იქნება და მე ამ შემთხვევაში იმეც ვიტოვებ, რომ ქართულ საზოგადოებას ყავს ის პოტენციალი, გააჩნია ის პოტენციალი, რომ რეალური ალტერნატივაც შესთავაზოს. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს რაღაცა დისონანსის, ძალადობის, რაღაცა ესეთი ქუჩაში ესკალაციის გზით, ბუნებრივია. აქამდე თვითონ უნდა მივიდეს ხელისუფლება. 2016-ში იყო სხვათა შორის პირველი შესაძლებლობა კოალიციური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, შექმნისა და ეს იმ პირობით თუ კი დენაციფიკაცია მაშინ დაიწყებოდა, გახსოვთ თქვენ პატრიოტ ალიანსმა. გამოიტანა კიდევაც დენაციფიკაციის კონცეფცია საკანონმდებლო ინიციატივის სახით და მაშინ მას დემონსტრაციულად მაშინ არ დაუჭირა ქართულმა ოცნებამ მხარი. თორემ მაშინ რომ მომხდარიყო ის რაც დღეს გვაქვს, ასე ვთქვათ, მოცემულობათ, არა, გაცილებით წინ ვიქნებოდით დღევანდელ დღეს. მე ამას გულისხმობ, რომ ხა თუ ხელისუფლებას მართლა სურს ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, ამისათვის სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, კარგი ფორმა არის, რომ ეს
საპარლამენტო კომისიის სახით მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხო არ არის პანაცეა, რომ მაინდა-მაინც საქმეები, მტვერდადებული საქაღალდები დევს პროკურატურაში, ვინმეს რამის გამოძიება თუნდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ კომისიის ფუნქცია არ არის ხომ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტის შექმნა, არის ასევე საზოგადოებრივი აზრის მოგება, მაგრამ ეს ორივე კომპონენტი უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ ხელისუფლება ეხა გეგმავს იმას, რომ მოდი მე აი ნაცებს კიდე ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდე ერთხელ გავხსნი მჭრილობებს, რომლებიც ხალხს აი მართლაც ეხა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ კიდე ჩემზე მეტი ინფორმაცია გქონდათ მაშინვე და ჩართული იყავით იმ პროცესებში, მეც ასე თუ ისე რაღაც მონაწილეობდი რიგითი აქტივისტის სახით, აი მაშინვე რო გქონდა ეს უსამართლობის განცდა, დღეს რო უყურებ ამ კომისიაზე ეს დამწარებული ხალხი რო საუბრობს, აი თითქოს ხელახლა გვემატება ის ტკივილი და ეს თუ უნდა დარჩეს მხოლოდ აი სატელევიზიო პიარად და ამას არ უნდა მოყვეს შემდეგ რაიმე სამართლებრივი გაგრძელება, მე არ ვიცი ეს თვითონ დაიზიანებს ხელისუფლება, ალბათ გამოუსწორებელი რეპუტაციას ზიანს მიიღებს. მართალი გითხრათ, აბსოლუტურად გეთანხმებით და ჩემთვის მართალი გითხრათ, სრულიად გაუგებარია, რატო ვერ ხორციელდება მწყობრი გეგმის ჩამოყალიბება შემდგომ სამართლებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიის ვადა ამოიწურა 5 მაისს. 5 მაისზე მოხდა ვადის გაგრძელება ერთი თვით. 5 ივნისი არის საბოლოო ვადა კომისიის მუშაობის, რომელშიც მან უნდა მოასწროს და ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც შემოსულია განცხადებების სახით და ასევე თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე განიხილოს და ამის მერე არის ძალიან მარტივი პროცედურა ბატონ თენგო. საგამოძიებო კომისია კი არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, არამედ საინიციატივო ჯგუფი შედის, საპარლამენტო საინიციატივო ჯგუფი შედის კონკრეტული სარჩელით, რომლითაც ითხოვს უკვე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე დაყრდნობით ნაციონალური მოძრაობის მასთან დაკავშირებული ყველა იმ ლიდერის, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს წარმოადგენს დღეს. ბატონ დიმიტრი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც პროდიუსერმა ჩამიგდო და ეხლა გადავამოწმე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ საიტზე. შეერთებული შტატების საელჩო თბილისში მოქალაქეებს, მის მოქალაქეებს აფრთხილებს ბომბის შესაძლო აფეთქების შესახებ შოპინგ ცენტრებში, East Point-ში, გალერი თბილისში. ეს ინფორმაცია არის გამოქვეყნებული შეერთებული შტატების საელჩო საიტზე. ეს არის ტექნოლოგია. ვერ გეტყვით, არის emergency alert, ანუ განსაკუთრებულ ყურადღებას თხოვს, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს ბომბის აფეთქება თბილისში. ეს არის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება მათი თანამოქალაქეებისთვის და ბუნებრივია ჩვენი მოქალაქეებიც უნდა იყვნენ როგორც ჩანს ამაზე ინფორმირებულები. ეს ინფორმაცია უნდა გაგვეჟღერებინა, იმედი გვაქვს, რომ ექნება შესაბამისი მეტი ინფორმაცია გვექნება ცოტა ხანში და ამის შესახებაც რა თქმა უნდა ვაცნობებ ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოება ჩვენი უშიშროების სამსახური ალბათ უკვე მობილიზებული უნდა იყოს, დაწყებული უნდა იყოს გამოძიება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და ინფორმაციის წყარო უკვე უნდა იქნეს ალბათ დამუშავების პროცესის ქვეშ. შეეხება თვითონ ასეთი ტიპის ინფორმაციას მე არ მეკვირს, ეს ძალიან ნათელი ხელწერაა შეერთებული შტატების საელჩოსთვის დამახასიათებელი რა კუთხით. იმ კუთხით, რომ ამ ბოლო დროს გახსნილი სავიზო მიმოსვლები, ამ ბოლო დროს წამოწყებული ეს ასე ვთქვათ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ ვიზო მიმოსვლის ქვეყნებთან დაკავშირებით გახსნილი საზღვრებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ავღანეთი იქნება ეს, სომალი იქნება ეს. რამოდენიმე ისეთი სახელმწიფო, რომელთანაც უბრალოდ დაუშვებელიც კია, წარმოუდგენელიც კია, რომ უნდა გქონდეს საქართველოს ვიზო მიმოსვლა, ბუნებრივია ასეთი ტიპის გაგრძელება, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია ტერორისტული აქტი და ტერორისტული აქტის საფრთხე არის მაღალი, ეს არის უკვე ერთგვარი პოლიტიკური ტექნოლოგიაც კი, შეიძლება ითქვას, რომლითაც უნდა მოხდეს არსებული მართველი პოლიტიკური ძალის დასუსტება, უნდობლობის გაღრმავება და ასე შემდეგ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ესეთი ინფორმაცია ახდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველ შემთხვევაში ამ წუთებში გავრცელდა ეს და შეერთებული შტატების საელჩო მხოლოდ ინგლისურენოვან გვერდად არის მე მგონი შემოთავაზებული, აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ალექსანდრე თვალჭრელიძის 2 ნომერში, შოთა რუსთაველის 2 დრობ 4 ნომერში და აღმაშენებლის 16 ნომერში შესაძლო ბომბის არსებობის შესახებ და იყავით ფრთხილათო აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ არის მტკიცებულება იმისა, რომ გეოპოლიტიკური ვითარება ქვეყანაში არის ურთულესი, უმძიმესი, турბულენცია იზრდება, დაპირისპირება იზრდება. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხა ამას არ უნდა დიდი მკითხაობა, რომ იგივე
მეგობარი აქტი, ეს არის ერთგვარი სადამსჯელო აქცია საქართველოს კი, ამაზე ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ აქციას აქტს უпростоრად ჩვენი ხელისუფლება პასუხობს აი ამ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობით, რომლის შედეგები ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა სამართლებრივ ასახვას პოვებს ჩვენს რეალობაში, ხო? და შესაძლოა ვივარაუდოთ კიდევაც, რომ ეს შეიძლება იყოს კიდეც გარკვეული ვაჭრობის საგანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ მეგობრობის აქტში არის ჩადებული უკან დახევის ძალიან მოქნილი მექანიზმები. იმ შემთხვევაში თუ კი დემოკრატიის უკუდახევა შეჩერდება, როგორც ისინი წერენ, იმ შემთხვევაში თუ კი გამოსწორდება დემოკრატიული რეფორმების ჩატარებისკენ მიმავალი გზა და ანუ ხელისუფლება უკან დაიხევს, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გადახედონ მეგობარი აქტის ასე ვთქვათ მძიმე შედეგებს. ანუ არ განახორციელონ, არ გამოიყენონ ის ამა თუ იმ პირის მიმართ, თუმცა რო ნახე მე ჩამონათვალი, უზარმაზარი ჩამონათვალია. კი, რამდენიმე ათეული პირი არის შეყვანილი. ეს არ მოიცავს მარტო მე-10 მოწვევის პარლამენტს, ეს მოიცავს მე-9 მოწვევის პარლამენტს, მე-8 მოწვევის პარლამენტს, ამ პარლამენტის წევრებთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს, ამ ბიზნესმენების ოჯახებს, ამ პარლამენტის წევრების ოჯახებს, მთავრობის წევრების ოჯახებს და მეკლედ რამოდენიმე პლასტი არის ჩაშლილი. რა გავლენა ექნება ამას ქართულ პოლიტიკურ პროცესში? არის ეს რაღაც პროცესის ახალ ეტაპზე აყვანის შესაძლებლობა იგივე ჩვენ რადიკალებისთვის და ექნება თუ არა არსებითი გავლენა ეს აქტი თუ კი მართლა ის მიიღებს უკვე კანონის სახეს და ტრამპის მიერაც იქნება საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, სანქციას აქვს თავისი რთული ხასიათი ბუნება და ის ასე ვთქვათ გამოყენებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზნები იქნეს მიღწეული ძალიან ეფექტურად. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი, რომელიც სანქცირდება და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც სანქცირდებიან, ბუნებრივია ისინი ვერ იქნებიან სიმბიოზში, აი ამ შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე და ხშირ შემთხვევაში ამას შეიძლება გამოიწვიოს უკვე შიდა საზოგადოებრივი განხეთქილება და ერთგვარი კოლაფსიც კი შეიძლება დავარქვათ, ხო? ანუ თუნდაც შეიქმნოს სერიოზული არ არის ერთი კაცის ცოტნე დადიანობაზე ლაპარაკი, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური იდეა და ამ იდეას ატარებს. მის უკან არიან ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. და ამაზეა გათვლა გაკეთებული ზუსტად. და ამის პასუხი რა კითხოთ თქვენ დასვით არის მარტივი რა, ჩემი აზრით ცალსახად ერთადერთი პასუხი აქვს ამას. მეგობარი აქტი იქნება თუ ნებისმიერი სასანქციო რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება უნდა ყოფილიყო მზად. ამისთვის უნდა იყოს მზად და მას უნდა გააჩნდეს რეჟიმ B, ანუ რა სათადარიგო გეგმის მიმართულებით უნდა დააკომპენსიროს, ასე ვთქვათ, აი ეს მთელი პროცესი, რომ სახელმწიფომ შეძლოს გაუძლოს ასეთ ტიპის აქვს ხელისუფლებას თქვენი აზრით ასეთი სტრატეგია. მე მეჩვენება რომ ცოტა არათანმიმდევრული ამ შემთხვევაში გულისხმობ რას, როდესაც ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ჩვენ კარგად გვახსოვს ქართული ოცნების პოზიციები. იყო საუბარი რომ აი ახლა უნდა დაიწყოს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება, გვახსოვს სიუჟეტები სამთავრობო მედიებზე მიზღვნილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ და რაღაც ისეთი მოლოდინის გაჩენა, რომ ჩვენი მეგობრები მოვიდნენ ვაშინგტონში ადმინისტრაციაში, მაგრამ ნუ ამის პასუხად ვიღებთ იქიდან მეგობარი აქტს და რამდენად არის თანმიმდევრული ქართული ოცნება ამ პოზიციებში, ეს არის საინტერესო და რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ აქვთ აი ეს ყველაფერი მწყობრად დალაგებული და გათვლილი. მე რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნება და ნებისმიერი ვინც არ უნდა ყოფილიყო ქართული ოცნების ადგილას, ახლა ამ შემთხვევაში აუცილებლად შეეცდებოდა მოეგო დრო, რომელიც ამ შემთხვევაში არ მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ მეორეს მხრივ იმდენად განსხვავებული სიტუაცია, იმდენად ეს ვითარება არ გავს აქამდე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელშიც საქართველოს უწევდა გამოსავლის ძიება, რომ მე მესმის, რომ დროის მოგება არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ამ შემთხვევაში და ამ დროის მოგების პროცესში, თქვათ, ზრუნვა იმაზე, რომ სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული, ეკონომიკური განვითარების ნიშნული არ ჩამოვარდეს ქვემოთ და ამასობაში რაღაცა იქნება. ეს რაღაცა იქნება გულისხმობს იმას, რომ რუსეთსა და გლობალურ დასავლეთს შორის გამოინახება საერთო რაღაცა გარკვეული კონსენსუსის საგანი, რომლითაც ეს დიდი კონფლიქტი დასრულდება. დიდი კონფლიქტის დასრულებას ალბათ მოყვება გარკვეული რკინის ფარდის ჩამოფარებაც და საბოლოოდ გაფორმება მეორე პოლუსის. მეორე მხრივ ისიც მესმის, რომ საქართველო ამ შემთხვევაში არ არის მოსაზღვრე ქვეყანა თავისი გლობალური პარტნიორების დასავლეთში, ხო? ის არის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, რუსეთისა, რომელიც არის დიდი ევრაზიული კავშირის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელსაც
აქვს პრეტენზია, რომ დიდი ევრაზიულობის საერთაშორისო ურთიერთობების კონტინენტური სისტემის მთავარი დასაყრდენი და ფუნდამენტი იყოს. აქ შედიან ინდოეთი, გლობალური სამხრეთის მიმართულება, ჩინეთი და შესაბამისად საქართველოს როგორც რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის მოწყდეული, ასე ვთქვათ, პატარა სახელმწიფო ვერ იქნება ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად. ვერ ამოვარდებით ამ კონტექსტში. მეორე მხრივ ის აი ამ რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატსაც არ განიხილავს ოფიციალურად. გახსოვთ თქვენ მაკაბოჭორიშვილმა ისიც კი თქვა, რომ მე 3+3-ს ამას ვარც ვეძახდი არასდროსო და უწოდებდიო 3+2-ო. ჩემი აზრით აქ შეცდომა იქნა ძალიან სტრატეგიული დაშვებული. იმათმა რო თქვა ეგეთი რაღაც მაშინ უნდა ამტკიცო რომ არა, მე თუმეტეს ირონიით ესეთი რაღაცების ლაპარაკი რომ 3+2-ს გულისხმობდი და 3+2-ს რომ გულისხმობდი და ის 3+2 რომ შენს გაუთვალისწინებლად შენ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს ისე რომ შენ ამის შესახებ წარმოდგენა არ გექნება თუ რაზიანი გადგება ისტორიაში პერსპექტივაში, მე ბოჭორიშვილები გვიშველიან, ესე იგი ისტორიულ პერსპექტივაში ჩვენი შვილების კეთილდღეობის ასე ვთქვათ სტატუსის ასამაღლებლად თუ რა იქნება ამას გულისხმობ მართლა 3+2 რო იყოს უნდა ეცადო რომ 3+3 გახადო 3+3 ეს არის ფორმატი რომელსაც ჰქონდა 4 წლის ინიციაცია საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან ან 90-იან წლების დასაწყისიდან მათ შორის ერთ-ერთი ინიციაციის ავტორი იყო ქართველი ედვარდ შევარდნაძე 96-ში ყველა დანარჩენი თურქეთს ეკუთვნის და მაშინ ეს წინა ორი არ იყო ასე ვთქვათ პროდუქტიული, ანუ არ შედგა ეს სამშვიდობო პლატფორმის იდეა, მაგრამ აი ბოლო იდეა 2021 წელს გაშერებული ერთბაშად იქნა მხარდაჭერილი როგორც რუსეთის, ისე აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის მიერ. და ეს სახელმწიფოები რაოდენად პარადოქსალურად არ უნდა გვეჩვენებოდეს, არა? სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთად დგანან. აი ამ ფორმატის ფარგლებში. ისინი კვლავ აი თუნდაც ახლა აღლუმზე არა, იქ 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე გვერდიგვერდ, ну, ფაქტიურად გვერდიგვერდ მოუწევთ იქ ყოფნა. სახელმწიფოებს, რომლებიც არიან საომარ მდგომარეობაში. სახელმწიფოებს, რომლებიც არიან საომარ მდგომარეობაში, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე და როდის იფეთქებს მეორე ტალღა ამ ესკალაციისა, ჯერჯერობით არავისთვის ცნობილი არ არის. ამ დროს ჩვენ რაღაცა არხეინად ვიქცევით ნამეტანი და არ ვიცი, იქაც გვინდა, აქაც გვინდა. მე მგონი ორ სკამზე ჯდომის ასე ვთქვათ რაღაცა ნიშნებიც არის ამ ყველაფერში, იმ კუთხით რომ იქნება დავლაგდეთ, იქნება რაღაც საერთო ენა ვნახოთ, იმიტომ რომ ტრამპის დუმილი, ძელვადიანი დუმილი, ხანგრძლივი დუმილი, როგორც ჩანს ხელისუფლებას აძლევდა იმისი, ასე ვთქვათ, იმედს, რომ ეს დუმილი პოზიტიურად უნდა ყოფილიყო აქმული და ალბათ ლილუაშვილის მივლინება შეერთებულ შტატებში ამისი ნიშანი იყო, ახლა უკვე დავითაშვილის მივლინება და დავითაშვილის უკვე იმედის მომცემი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ახალ ნიშნულზე არის საუბარი. მე არ ვიცი ახალ ნიშნული რა არის, ძველი რა იყო, რომ 94 წლიდან დაწყებული, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები, სანამ 2009 წელს ეს პარტნიორული ურთიერთობები სტრატეგიულ ნიშნულამდე ადიოდა, განხორციელდა ერთი პირდაპირ ინვესტიცია, ეს თელასის სახით და ისიც რუსებმა იყიდეს. 2009 წლის 9 იანვარს განხორციელდა უკვე სტრატეგიული ქარტია რუსეთსა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რასაც მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს უწოდა საქართველოს საბოლოო გამოსვლა გეორგიევსკის ტრაქტატის შეთანხმებიდან. იმდენად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური აქტის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა მიანიჭეს მას და ყველას ჰქონდა იმედი, რომ არ იქა და ახლა ამერიკის შეერთებულ შტატები მოხედავს საქართველოს როგორც რიგით, ასე ვთქვათ, არა როგორც რიგით პარტნიორს, არამედ როგორც შტატებთან დაკავშირებულ სტრატეგიულ მოკავშირეს. არა, იმიტომ რომ 3,5 მილიონი ქვეყანა, ერთი ბრონქსის ხელაა, ნიუ-იორკის ერთი კვარტლის ხელა და ერთი უბანი ის რო თქვა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ინტელიგენციას მისცე მართლა უვიზოთ მიმოსვლის უფლება და მისცე თუნდაც სტუდენტებს უფლება, რომ კვირაში 40 საათი დასაქმდნენ, თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში იარონ ხოლმე წელიწადში 3-4 თვე, ხო? აი ესეთი უტრირებული ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ნათლად გასაგები რო იყოს, რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა. ხა ამერიკელებისთვის თუ არის აქ ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებით დაწყებული ქვეყანაში იარაღის ტარების უფლებით მათი ოფიცრებისთვის. ეს კანონიც მიღებული გვაქვს, არ დაგავიწყეთ 2010-ში მივიღეთ ეს კანონი. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ოფიცრებს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ იარაღით. სხვა შორის ამას წინათ იმაზე ვფიქრობდი, აი კახა კალაძემ რო თქვა, რომ არ მიგვიყვანოთ იმ დონემდეო, რომ არ გამოვაქვეყნოთო
ჩვენი პარტნიორების მუხარები და ასე ვთქვათ, ქცევა, როცა ისინი კანცელარიაში მოდიოდნენ და სტუმრობდნენ. მე გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ კელი დეგნანი ძალიან ესეთი უხეში ფორმით შესულა თუნდე კანცელარიაში თავის დაცვასთან ერთად და დაზვერვის ოფიცრებთან ერთად. კულუარულად წელდება ჩვენ ოფიციალურად არ გვინახავს. მაგაზე გამახსენდა როგორც ჩანს ის დაცვის ოფიცრები შეიარაღებულები იქნებოდნენ იქ, იმიტომ რომ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი დაცვა განუიარაღებიათ თურმე და გაუნეიტრალებიათ. ხო, არ ვიცი ეს რამდენად მართალია, ამაზე ალბათ ადრე თუ გვიან ჩვენ გვექნება ან წარმოდგენა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია მართლაც რომ ყოფილიყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა, არავინ წინააღმდეგი არ იქნებოდა შეერთებულ შტატებთან მეგობრობის დამერწმუნეთ. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია თავისი დოქტრინა, რომელიც მათ შორის საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის არ გულისხმობს გულის გაღებას და სტრატეგიული პარტნიორობას იმ დონეზე, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ. ელემენტარულად, იმიტომ რომ ამ დოქტრინაში წერია ამერიკის შეერთებულ შტატების, რომ ქვეყანა, რომელიც 72 საათის განმავლობაში შეიძლება იქნეს ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, იქ მათ არ აქვთ პრიორიტეტი პირდაპირ ინვესტიციების განხორციელების. აი რაშია საქმე. ეს მათ უდებთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, კანონის დონეზე. დოკუმენტურ დონეზე აქვთ გაწერილი, ბუნებრივია და ამას იშველიებენ ისინი. ეს კი იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს დოგმაა და ამას ვერ გადაახტებიან. მაგრამ ამას იშველიებენ იმისთვის, რომ შენ გითხრა, რომ პრეტენზია გაქვს, რომ ბოლომდე ვერ თანამშრომლობ შენთან, რა ვქნა, შენ მეზობელი რუსეთია და მე თავისუფლებას ვერ მივცემ, რომ აქ აი ბატონ დიმიტრი, ამას რატო არ ამბობენ საჯაროდ ამ ყველაფერს? ეს არის პრობლემა. მე არასდროს მქონია პირადად მე იმისი მოლოდინი, რომ რაღაც პატარა საქართველოს სამყაროს მეორე კიდეში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდება, როდესმე ან უნდა გახდეს, მაგრამ ამ ხალხს 30 წელი ამ ილუზიით ყვებავენ და რა გახდა უბრალოდ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ საჯაროდ გვითხრან, თქვან, რომ არა ქართველო მეგობრებო, ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ არსებობს რაღაცა საკითხები, რის გამოც არ გამოდის ეს ჩვენი ურთიერთობა. ეს ხო საერთოდ ყველაფერი შეცვლი და მაშინ ჩვენს ქვეყანაში, აი, ამაში ვხედავ მე პრობლემას და საქართველოს ხელისუფლების მიზანიც ეს მგონია მე რომ გავიგეთ, რომ შეიძლება ბევრ რაღაცაში ხელები შეკრული აქვთ, ვერ აკეთებენ, ვერ დგავენ ნაბიჯებს, მაგრამ აი ამ ილუზიების დამსხვრევაში მაინც ხო ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში რაღაც როლი უნდა ითამაშოს და არაპირიქით ამ ილუზიების გამყარებაში და კიდე ამ ილუზიების საზოგადოების კვებაში. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გულისხმობა. თქმა უნდა, აი სიღრმისეული სახელმწიფოს რაღაც მითოსების წინ წამოწევა, deep state-ის ეგრეთ წოდებული სხვა არაფერია, თუ არა ამ კონსპირაციისა და შეთქმულების თეორიებში საზოგადოების გადაშვების მცდელობა, რომ იქ უფრო ადვილად ორიენტირდეს საზოგადოება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდ და დაუძლებელ ძალასთან უწევს გამკლავება ხელისუფლებას. მართლაც ეგრეც არის კიდეც, იმიტომ რომ deep state, რასაც ჩვენ deep state-ს ვეძახით, არა, ეს გლობალური დასავლეთის დიდი ბიუროკრატია, რომელსაც თავისი იდეოლოგიის მომსახურებისთვის ძალიან დიდი ფული აქვს გამოყოფილი, მაგალითად LGBT მხარდაჭერა და ლობიზმი, ეს არის დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარის ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ამ იდეოლოგიის წინ წასაწევად მსოფლიოს მასშტაბით. და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო მოგეხსენებათ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მთელ რეგიონში USAID-ის მიერ გაწეული დახმარებები და გრანტები ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა რაოდენობრივად, ყველაზე დიდია რაოდენობრივად. 100,000 სულ მოსახლეზე იგულისხმება, ხო ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის. საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ჩვენ. კი, რა თქმა უნდა, ემპათიის გაზლიერების კუთხით, იქ ტოლერანტობის გაზრდის კუთხით, იქ უამრავი ღონისძიება ტარდებოდა მესამე სქესის მიმღებლობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. სხვა შორის აი ხა მინდა ვისარგებლო შემთხვევით თქვენის ნებართვით და ისიც გავიხსენო, რომ აი ამ სოციალური ექსპერიმენტების, სახიფათო ექსპერიმენტების ფარგლებში, ხო, რომ ეს მიმღებლობა აწეულიყო მაქსიმალურად, ისინი არ ერიდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლების ჩართვას. მაგალითად, პირველი იყო 2005 წელს გია ბუღაძე, რომელმაც პერფორმანსი დადგა სამხატვრო აკადემიაში, როდესაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დასვა ერთმანეთის პირისპირ, ისინი ხებდნენ სახარებიდან ფურცლებს, ღეჭავდნენ ერთმანეთს, აფურთხებდნენ შემდგომში, ხო? ესეთი მორალური რაღაცა ხრწნისა და სრული მარაზმის ეს ტენდენცია გრძელდება. ძალიან რეზონანსული იყო, ამაზე მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით გარკვეული ინიციატივები. საკითხი შეეხება საზოგადოებაში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ერთ-ერთმა სპექტაკლმა, რომლის კადრების გასაჯაროვდა სოციალურ ქსელში, გარდა ამისა კიდე იყო რაღაც აუდიო ამონარიდები, სრულიად ამაზრზენი თავაძე არის, ხო მგონი ის თავაძის სპექტაკლზე მაქვს საუბარი, ამას მოყვა შემდეგ უკვე მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან და საზოგადოების მხრიდან ძალიან ესეთი რეაქცია.
დღეს იყო სხვა შორის თვითონ ამ მსახიობების კომენტარებსაც წავაწყდი, რომ ეს მორალი არ გვჭირდება, ან მორალის კითხვა ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ ხელოვნება მაშინ იწყება, როდესაც გადის ამ რაღაც რელიგიის ჩარჩოდან და აბსოლუტურად, არ ვიცი, მე ესე არ მესმის ხელოვნება, არა ვარ ხელოვანი შეიძლება პროფესიით, მაგრამ არ მგონია რომ იმეზე ნაკლებად მიყვარდეს ეს ყველაფერი და ეს არ მგონია მე ხელოვნება, რომ რაღაც ამორალობაში გადასვლა არის, მაინც და მაინც ხელოვნება, ხო? აი რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით თქვათ, ესეც ხომ არის ერთგვარი შედეგი აი პოლიტიკის, რასაც ბოლო 30 წელი ამ ქვეყანაში ატარებენ. კი, ილიასეული თეზა ცხადყოფს, რომ ხელოვნება ხელოვნებისთვის კი არა, არამედ ხელოვნება ხალხისთვის. და ხელოვნება ხალხისთვის უკვე გულისხმობს იმ კულტურულ წიაღში ხელოვნების ამა თუ იმ მიმართულების განვითარებას, რომელმაც უნდა უპასუხოს ქვეყნის კულტურული განვითარების ევოლუციურ პროცესს. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამაზრზენ რეალობასთან შეხება. მე მაგიტომ მინდა ახლა მოგიყვანოთ ეს მაგალითი 2005 წელი ეს არის გია ბუღაძე, როდესაც სამხატვრო აკადემიაში დგავენ ამ ამორალურობას და სახარება შეურაცხყოფენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით, არ დაგავიწყდეთ. მერი არის აი რომ არ დამავიწყდეს, ესე იგი თანმიმდევრობით გააკეთეს მათ ესა საიდუმლო სერობა, გახსოვთ უკვე ეს არის ილიას უნივერსიტეტში, როდესაც რექტორი გიგი თევზაძე გვევლინება უშუალო ინსპირატორად აი ამ პროცესის და ვინმე ერეკლე დეისაძეს იყენებს იმისთვის, რომ მან მოახდინოს ესეთი მძიმესი გაშარჟება ამ საკრალური დიდი ხუთშაბათისა და მოახდინოს მისი დაკნინება, დამცირება და თანაც აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ როდესაც ამ პერფორმანსებს ისინი დგავენ, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ შენი დუმილით გახდეთ თანამონაწილე ამ პროცესის. ხოლო დუმილის იძულება ხდება უკვე კანონის ზემოქმედებით. თუმცა დეისაძის შემთხვევაში დუმილი არ იყო. მე მაშინ მახსოვს პროცესიც, მახსოვს პროტესტიც, რომლის მონაწილეც ვიყავი სხვათა შორის და მახსოვს ის 8 ბიჭის, რომელიც შემდეგ რომლებსაც რამდენიმე წლის ციხეში გატარება მოუწიათ, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ აი ამ ყველა ამორალობაზე გამოთქვეს. ეგ არის სწორედ დუმილი, ჩვენი დუმილი, რომლითაც შევეგებეთ აი ამ 8 ადამიანის ციხეში გაშვებას. ამ დუმილზე მაქვს ლაპარაკი, თორე ქართველი ჩუმად არასოდეს არ ყოფილა, არც იმ შემთხვევაში, ყოველთვის რაღაცა ხმაური იყო, ყოველთვის სადღაც რაღაცა პროტესტის ჭვიოდა, მაგრამ მე სწორედ ისეთ პროტესტზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ჩვენ აქეთ კიდე დაზარალებულად გამოვიდეთ მთელი ქართული საზოგადოება, რა. შემდგომში იყო დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მიდგომილი ღვთისმშობლის პროფანაცია, თვითმკვლელი ღვთისმშობლის იმითი გაკეთებული და აქაც მოითხოვეს პირდაპირ ესე იგი, რომ ტოლერანტობა გაგებით მოეკიდეთ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ ეს არის კულტურული რაღაცა ხელოვნების თავისებურება, რომელსაც გააჩნია, ასე ვთქვათ, თავისი დატვირთვა და ამას ჩვენ და გაგებით მოვეკიდოთ, როგორ გეკადრება და ბოლო იყო ესე იგი ეს უკვე პრეზერვატივებზე წმინდანების გამოხატვა და აქაც უკვე დუმილის მოთხოვნა იმისა, რომ ამასაც თურმე გაგებით უნდა მოეკიდო, მაგრამ აქ უკვე გაგებით აღარ მოვეკიდეთ, მაშინ ჩვენ სასამართლო პროცესი შედგა, მოვიგეთ ის სასამართლო პროცესი. შემდგომში კვლავ სტრასბურგმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დაარღვია პირველი და ჩვენი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. და ამის მერე ჩვენ ესე იგი აი ვდგებით უკვე მასშტაბური ყოვლად მკრეხელური ღვთისმგმობი აქტის წინაშე. ხა ამას თავის სამართლებრივი შეფასება უნდა მივცეთ. ის რაც ხდება სამეფო უბნის თეატრში, ვინმე დათა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლიდან, ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა კონსტიტუციის. მოდით აქედან დავიწყოთ რა, სამართლებრივად შევაფასოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ იქ არის ქრისტე მაცხოვრის შეურაცხყოფა. ღმერთი გალანძღული არასოდეს არ არის, მაგრამ ჩვენი დუმილით ამ შემთხვევაში მართლა შეიძლება შეუერთდეთ უკვე ამ შეურაცხყოფელებს და რაც აქვთ მათ ჩანაფიქრში. ანუ ორი მიმართულება აქვთ. ერთი რომ ამოიღებ ხმას და დაგარქმევენ რომ ხარ, ესე იგი მოძალადე და მეორე რომ რაღაცა ფობია უნდა დაგაბრალონ. და იქნება უკვე თანამონაწილე მათი და ესენი ამას იზეიმებენ. რა თქმა უნდა, ამის ფუფუნებას ჩვენ არ მივცემთ, მათ ხვალ არის 8 მაისი, ხვალ 8 მაისს 17 საათზე ჩვენ ვიკრიბებით ქართული საზოგადოება ყოველგვარი კონკრეტული ასე ვთქვათ ორგანიზაციის მასპინძლობის გარეშე. ქართული საზოგადოება ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე თბილისის საკრებულოს წინ. ძალიან დიდი ინტერესია გამოთქმული, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს მოვიდეს და პირადად მიიღოს მონაწილეობა ამ პროტესტში. 8 მაისს 17 საათზე. 8 მაისს 17 საათზე, დიახ, ხვალ 8 მაისს 17 საათზე ხუთშაბათს ვიკრიბებით იმისთვის, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოება შემდგომში გადავიდეთ უკვე გია აბესაძის ქუჩაზე, ეს არის ლესელიძის ქუჩის პერპენდიკულარული კვეთა
რომელზეც მდებარეობს ეს სამეფო უბნის თეატრი. სამეფო უბნის თეატრთან დაკავშირებით და არა მხოლოდ მასთან ჩვენ გვექნება კონკრეტული ხასიათის მოთხოვნები. ამ მოთხოვნებს ახლა მე არ გავაჟღერებ, მინდა იქ გავაჟღერო. მაგრამ ამ მოთხოვნების ადრესატი არ იქნება მხოლოდ სამეფო უბნის თეატრის ადმინისტრაცია. ბუნებრივია ხა ის მათ შორის ამ მოთხოვნებს შორის რაც არის აქაც უნდა ითქვას ეს არის ის რომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ იმას რომ სპექტაკლი იქნეს მოხსნილი სცენიდან ეს ერთი მეორე რომ აუცილებლად იქნეს ბოდიში მოხდილი თავარი დამდგმელი რეჟისორის მხრიდან ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან პრინციპულია და მესამე საკითხი უკვე ეხება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას კეთილგონიერება გააჩნია და მე ვფიქრობ რომ გააჩნიათ რომ მათ თავიანთ შვილები ყავდა თვითონაც ალბათ ძალიან ბევრი მათგანი შეურიგებელ პოზიციას აფიქსირებს ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში ამ მესამე მოთხოვნას აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში და ჩვენ შევეცდებით რომ რაც შეიძლება სწორი აქცენტებით ამ საპროტესტო აქტის პირობებში ასე ვთქვათ მოვახდინოთ ასე ვთქვათ სწორი მიმართულების მიცემა ხელისუფლებისთვის რა არის გამოსავალი ამ შექმნილი ვითარებიდან ამის მე პირადად აუცილებლად შევუერთდები ამ აქციას ჩემთვის ძალიან საწყენი აღმოჩნდა ის რომ ამაზრზენი იყო რას უნდა სამეფო უბნის თეატრი კერძო სამართლის იურიდიული პირია და იღებს დახმარებას თბილისის მერიიდან თბილისის მერიის კულტურის სამსახური მას უხდის როგორც მე დღეს მომაწოდეს ინფორმაცია და კაი იქნება თუ ამასთან დაკავშირებით შევჯერდებით რამდენად მართალია ეს ყველაფერი 375,000 ლარს 375,000 ლარი ნუ ეხა ამ ყველაფრის მერე რაც უკვე ფაქტი შედეგად დადგა და უკვე ხედავთ რომ ბოროტად იყენებს ამ გრანტებსაც და ყველაფერს ეს თეატრი და რეალურად ასრულებს არა საზოგადოების დაკვეთას, არამედ გარედან დაკვეთას, რაც ისევ და ისევ საზოგადოების პროვოკაციაზე გადის და პროვოცირებაზე გადის. ბუნებრივია თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა თუ არა თავად ბატონმა მერმა, რომელსაც 4 შვილი ყავს და ბუნებრივია მისთვის სულ ერთი არ არის არა მსგავს სიტუაციაში რა საბოლოო შედეგი სამართლებრივი დადგება თეატრთან მიმართებით, რომ გააკეთოს განცხადება. აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება ბატონმა კახა კალაძემ. აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შენობა 2001 წელს ერთ-ერთ დიასპორულ ორგანიზაციას გადაეცა საკუთრებაში, შემდგომში აღმოჩნდა თავაძეების ხელში. ეს თავაძეები როგორ იყენებენ ახლა ამ თეატრს ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვხედავთ, როგორც ჩანს აქ არის სხვა პოლიტიკური ინტერესიც, დაახლოებით ისეთივე ინტერესი, როგორც ჰქონდა ნაჯა ორაშვილს მაგალითად ღამის კლუბ ბასიანში, რომელიც არ იყო უბრალოდ ღამის კლუბი და ელექტრონული მუსიკა, ის იყო კრიპტო უკაცრავად შენიღბული ესე იგი პოლიტიკური პლატფორმა, რომელსაც ნეოლიბერალური ღირებულების მატარებელი თავადაც აღიარებდა სხვა. კი, საზოგადოების ხო ახალგაზრდობა უნდა გამოეჭედა. პირდაპირ ამბობდა, მე მის ინტერვიუს ვეყრდნობი, ახლა ზუსტად ამ შემთხვევაში ის არც მალავდა, სანამ წავიდოდა ქვეყანიდან ემიგრაციაში, არ მალავდა. რომ ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური პლატფორმის შექმნა და ამისთვის კადრების უზრუნველყოფა და კადრების უზრუნველყოფა ღამის კლუბის ნარკოტიკების, სოდომიის, რაღაც აღვირახსნილი ცხოვრების პროპაგანდის გზით. როგორ მოგწონთ? რომ ეს ყოფილიყო შემდგომში ჯანყი საკუთარ ოჯახებში, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და დასუსტება და საბოტაჟი. თუ კი რამე საბოტაჟი ქვია, ეს არის კლასიკური საბოტაჟი შენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული. ესე იგი თავაძეების თეატრი თბილისის მერიდან იღებს დაფინანსებას. კი, ესე გამოდის დღეს მანახეს ეს დოკუმენტი და შესაბამისად კარგი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით მერი ამაც თავისი პოზიცია დააფიქსიროს, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ კულტურის მინისტრი უნდა ყოფილიყო მთავარი მოპასუხე ამ შემთხვევაში და აღმოჩნდა რომ თეატრს გააჩნია მუნიციპალური თეატრის სტატუსი. მუნიციპალური თეატრის სტატუსი იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტი თავის ბიუჯეტიდან უხდის მას რაღაც გარკვეულ ჰონორარებს და აფინანსებს მას არ ბუნებრივია ამ შემთხვევაში მერიაც ვალდებული ხდება პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. ეს არ არის 5, 10, 15, 100 გნებავთ 1000 კაცის პროტესტი. ეს არის ძალიან დიდი ნაწილის ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პროტესტი, არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ ყველა წესიერის ნეობრივი ადამიანის, მათ შორის სხვა რელიგიის წარმომადგენლებისა, რომლებსაც ხვალ ვიხილავთ იმ აქციაზე დარწმუნებული ვარ და ჩვენ ყველამ ერთად ქართულმა პოლიტიკურმა ერმა, ასე ვთქვათ, უნდა მოვახდინოთ ზეწოლა როგორც ადგილობრივ ადეპტებზე, თეატრის წარმომადგენლებზე, ისე მოვახდინოთ ალარმიზება, ანუ შეჯანჯღარება ხელისუფლების, რომ მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ იმ ზომების გატარება, რასაც ჩვენ ხვალ უკვე აქციის დროს
მათ ბატონო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ დრო, ეს გახლავთ ხვალ 8 მაისს 17 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება ეს აქცია და არ ვიცი, ნამდვილად საზოგადოებას მოუწოდებ მე პირადად და მეც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. თქვენთან ერთად ბუნებრივია, რომ უნდა ყველანი დაუდგეთ ფეხზე, როდესაც ალბათ ყველამ ნახა ეს საშინელი კადრები სოციალურ ქსელში, პირდაპირ შეურაცხყოფა, პირდაპირ ღვთისმობა, აი მართლა გულწრფელად ვამბობ, საერთოდ რო არ ვიყო ქრისტიანი ადამიანი და აი ჩემ პირადად ჩემს რელიგიურ გრძნობებს ეს არ შეეხებოდეს, საერთოდ სხვა რელიგიის წარმომადგენელი რო ვიყო, ან სხვა რელიგიასთან მიმართებაში მენახა ასეთი რამ, აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება მექნებოდა. ეს არის საშინელება და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება ძალიან მხარდაჭერილი ხვალ. იმდენად ბინძურია ეს ჩაფიქრებული პროვოკაცია იმ დამკვეთის მიერ, რომელმაც დაუკვეთა და ამ თეატრმა აღასრულა, რომ უბრალოდ ენა არ მიტრიალდება, რომ ის გავიმეორო და საერთოდ მიმაჩნია, რომ ამის ტირაჟირებაც არ უნდა მოხდეს. კი ბატონო, გეთანხმებით სავსე. ამ თემაში პოლემიკა და ამ თემის გარშემო დისკუსია, რომ ეს არის თუ არა შეურაცხყოფა, ეს არის მათ მინდორზე თამაში, მათი მოგებაა უკვე, რა თქმა უნდა. აქ უნდა იყოს ძალიან მკაფიო, კაცრი, უკომპრომისო დამოკიდებულება საკითხის მიმართ. იხტიბოდიშს ხსნის სცენიდან, თქვათ, ამ წარმოდგენას, ამ სცენოგრაფიას და ამ კონკრეტულ სპექტაკლს და შესაბამისად იწყება უკვე მუშაობა იმ ფართო შლეიფზე, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს, რომ მსგავსი რაღაცეები არც ლოკალურ, არც მასშტაბურ, არც ისეთ და არც ასეთ დონეზე აღარ განხორციელდეს. ბატონო დიმიტრი, სამუდამოდ დაესვას უნდა წერტილი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს მართლა გადაიზრდება, იცით, ძალიან მძიმე სამოქალაქო დაპირისპირებაში. ხო, როდემდე ავიტანოთ ეხა ბოლოს. ამას მსხვერპლი მოყვეს, ჩვენ არ გვინდა რომ ამას რაღაცა შიდა აგრესია კმარა, ისედაც თუ აგრესიის, ვთქვათ, ფონზე ვცხოვრობთ, რა. ამიტომ არსებობს რაღაც გარკვეული ქრისტიანული მიდგომა ამ მიმართულებით, ეს არის შეგონება, მაგრამ თუ ამ შეგონებას არ მოყვა შედეგი, მაშინ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მიმართოთ გარკვეულ მოქმედებებს. ბატონ დიმიტრი, მცირედ რო გრჩება სულ რაღაც 10-20 წუთი გადაცემის დასრულებამდე და მინდა რომ საერთაშორისო კონტექსტებსაც შევეხოთ განსაკუთრებით გუშინ ღამის მოვლენებს, როდესაც პრაქტიკულად გაიხსნა სამხედრო მოქმედებები ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ინდოეთმა მიიტანა იერიში პაკისტანზე და ასევე პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის რეგიონზე. საპასუხო ცეცხლი იყო პაკისტანის მხრიდან. სოფლიო არიეხა მოლოდინში რა გაგრძელებას მიიღებს ეს სცენარი. სხვა შორის იყო განცხადებები როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან და ისინი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტული რო ვთქვათ, რომ ღირებული იყოს ამ მოწოდებაში იმ კუთხით, რომ გარანტია ქონდეს, რომ რომელიმე მხარე ამას შეისმენს, ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის. ძალიან მოხვდა ყურში პაკისტანის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუ კი პაკისტანი დამარცხდება ამ ბრძოლაში, ჩვენ პლანეტას არ მივცემთ არსებობის უფლებას და გამოვიყენებთ ყველა ატომური იარაღს, რაც გვაქვსო. ანუ საკმაოდ დაძაბული ვითარება არის. ჩავთვალოთ, რომ მოდით დავუშვათ, რომ ბირთვულ დაპირისპირებამდე ეს ყველაფერი არ მივა და ამის იმედი გქონდეს, თუ ბირთვული ომი თუ ხდება, მერე რა ხდება, გასაგებია, მაგრამ თუ კი თუნდაც კონვენციურ ომში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, რა გავლენა ექნება ამას? ექნება თუ არა გავლენა ჩვენს რეგიონზე? იმიტომ რომ აი როცა ჩვენ საუბრობთ სწორედ იმ დერეფანზე, რისი ერთ-ერთი რგოლიც ჩვენც ვართ, ეს დერეფანი მათ შორის მოიცავს, ხო, აი ამ უზარმაზარ ტერიტორიას. რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამ ყველაფერმა ჩვენს რეგიონში? ექნება თუ არა მათ შორის მიგრაციაზე ამ ყველაფერს გავლენა მიგრანტების რიცხვს? კი, ეს არის ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ძალიან მარტივი მსჯელობა შეუძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მსოფლიოში ვითარება. ინდოეთი არის მესამე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა, ამ კუთხით მე არ მობობ, რომ ის უნდა შევადაროთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდგომ სწორედ ინდური ეკონომიკა ლიდერობს მსოფლიოში, როგორც მესამე ადგილზე მყოფი. მას გააჩნია უზარმაზარი ადამიანური რესურსი, გააჩნია ყველა ძალა შესაძლებლობა იმისთვის, რომ პაკისტანს ძლივოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის 10 წლეულებია მიმდინარეობს ეს დაპირისპირება ქაშმირის სადაო რეგიონისთვის და დღეს უკვე ამან შეიძინა საომარი მოქმედებების არეალის სივრცე. და როგორც ჩანს, დიდი და მასშტაბური ომი უბრალოდ გარდაუვალია. ის რომ სპეციალური ოპერაციის ეგიდით განახორციელა ინდოეთმა დაბომბვა არა მილიტარიზირებული ზონების, არამედ როგორც თვითონ აცხადებს ტერორისტ დაჯგუფებებისა და მათი ბაზების, ეს
არავითარი შეღავათი არ არის პაკისტანის ოფიციოზისთვის, რომელიც უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ ძალიან სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებს. ამას ემატება ისიც, რომ დამშოშმინებელი არ ყავს ამ ორ მხარეს ესეთი მკაფიოდ გამოკვეთილი. რუსეთის ფედერაციისთვის ორივე სტრატეგიული პარტნიორია, მაგალითად როგორც ინდოეთი, ისე პაკისტანი და ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ არც მწვადი დაწვას და არც ჩამფური. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და გლობალური დასავლეთისთვის საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანეთის მსახურალი ხელი ერიოს ამაში, იმიტომ რომ ბრიტანეთი ძალიან ხშირად სწორედ ასეთი მეთოდებით მართავს გეოეკონომიკურ პროცესებს მსოფლიოში და ის რომ უკრაინის ომმა ახალი შესაძლებლობა გახსნა შუა დერეფნისა და ზოგადად სამხრეთ დერეფნის კუთხით, რასაც ინდოეთის აქტივობაც მოყვა და არ დაგავიწყდეთ რომ ნავთობი რუსეთიდან აქტიურად გადაედინება ინდოეთში და ინდოეთი არის ერთ-ერთი მთავარი ოპერატორი რუსულ ნავთობთან და მატერიალებთან დაკავშირებით, დიახ, და აი სასწრაფოდ მოხდა აი ამ საომარ ესკალაციის მოყვანა უკვე მოქმედებაში. და ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად იძაბება ეს ვითარება და სიტუაცია. ჩვენთვის საქართველოსთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული მომენტი, იმიტომ რომ ინდოეთის, ირანისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ვექტორი სწორედ აი ამ მიმართულებით ჩვენზე გადის, ამიერკავკასიის რეგიონზე გადის და საქართველოსთვის იგივე რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობის მიზანშეწონილობა იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩვენი სავაჭრო ფასი, პოლიტიკური სავაჭრო ფასი გადიოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერაზე რეგიონული მოთამაშეების მხრიდან. რა მოხდება ამ ომის პირობებში? რა მოხდება იმ პირობებში, როდესაც ირანის გარშემოც იკრიბება ღრუბელი? რა მოხდება იმ პირობებში, როდესაც თურქეთსა და ისრაელს შორის იძაბება უკვე ძალიან ვითარება სირიაში და არ დაგვავიწყდეს, რომ მთელი აი ამ პროცესების უკან ასევე არსებობს რუსული ინტერესები და რამდენად შეიძლება რომ რუსული ინტერესები იმდენად შორს წავიდეს ამ მიმართულებით, რომ მან მოიცვას რაღაც სამხედრო პოლიტიკური ექსპანსია ჩვენი რეგიონის გავლით, ადვილი წარმოსადგენია რა პერსპექტივა შეიძლება გვხვდეს. როგორ შეიძლება ამის გამორიცხვა, როდესაც ეს ყველაფერი ხარ რასაც ვისაუბრეთ მთელი ამ გლობალური სამხრეთის მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული და დამთავრებული ინდოეთით სწორედ ასეთი პერსპექტივის ქვეშ არის და ამას დაემატება კიდე დავუმატოთ თალიბების მდგომარეობა მათ 7.5 მილიარდი დოლარის სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩაუტოვა ISAF-ის პროგრამის ფარგლებით ამერიკის შეერთებულ შტატებმა. თალიბანი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და კარგად შეიარაღებული, შეიძლება ითქვას, საბრძოლო გამოცდილი მანქანა, რომელიც მხოლოდ საკბილოს ეძებს. იქნება ეს საკბილო პაკისტან-ინდოეთის ომში, თუ იქნება ეს საკბილო ირანის მიმართულებით. ირანს კი ემუქრება უკვე ძალიან დიდი ხანია და გქონია კიდევაც მასთან ესეთი უშეღავათო დაპირისპირების არაერთი ფრაგმენტი ვიცით ჩვენ. შესაბამისად, ავღანეთი კიდე ცალკე რეზერვია, რომელსაც ეს გლობალური დასავლეთი შეეცდება, ალბათ შეეცდება გაითამაშოს გარკვეული სცენარი პოსტსაბჭოურ სივრცეში შუა აზიის რესპუბლიკებთან მიმართებით, როგორც არის უზბეკეთი, ტაჯიკეთი. არსებობს ასეთი ვერსიაც და ჩვენ შეიძლება მართლაც ძალიან სწრაფად აღმოჩნდეთ მესამე მსოფლიო ომის ცხელფაზაში. აი საქართველოს რა უნდა აკეთოს ესეთ დროს ახლა გასაგებია ჩვენ გლობალურ პროცესზე ვერ გვექნება ვერანაირი გავლენა ამ კუთხით, მაგრამ ნუ აი პოზიცია რა უნდა იყოს ახლა ყოველ შემთხვევაში აი ამ ფონზე განსაკუთრებით ბოჭორიშვილის პოზიცია რომ ეს 3+2 ვეძახი მაგას უკვე რა დონე არის მესმის, მაგრამ აი რა არის რეალურად საკეთებელი ამ დროს? სად უნდა ვეძიოთ ჩვენ ამ შემთხვევაში პარტნიორი, სად უნდა ვეძიოთ უსაფრთხოების გარანტია, ან რა შეიძლება გახდეს ესეთ დროს ჩვენთვის უსაფრთხოების ეს არის დიალოგი და მხოლოდ დიალოგი. ეს არის სწორედ ის საკითხი, რასაც დღევანდელი ჩვენი კონფერენცია შეეხო. ძალიან კარგია რომ ბატონი მამუკა ფიფია ჩამოვბრძანდა მოსკოვიდან და სხვა ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა დღეს ამ მრგვალ მაგიდას და მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვისა, ამ შემთხვევაში უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისა, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხი უნდა გასცეს უმთავრეს კითხვას, უმთავრეს გამოწვევას, რომლიდანაც არც ერთი ქართველი და არასოდეს ქართული სახელმწიფო უკან არ დაიხებს. ეს არის ბუნებრივია ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
და შესაბამისად იმისთვის რომ აი ამ საკრალურად მნიშვნელოვან მიზნებს მოვემსახუროთ, ამისთვის საჭიროა დიალოგის დაწყება. დიალოგი, რომელიც შეიძლება დაიწყოს რაღაცა კონკრეტული საკითხებით და შემდგომში უკვე დღის წესრიგმა მოიცვას ის თემა, რომლითაც ჩვენს ინტერესებთან დაკავშირებით გვექნება უკვე შეხება, მაგრამ თუ ჩვენ ესე ვისხედით მაკა ბოჭორიშვილის განცხადების ამარა, რომ არავით არის 3+3, რა 3+3 ეს წარმოუდგენელია, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებას ის ძალები, რომლებიც დღეს კი არიან ჩვენი პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული მასშტაბის, მაგრამ ხვალ უკვე საკუთარი ორგანული ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება მოგვიტრიალდნენ და გითხრან რა ვქნათ ბატონო, თქვენ გაუშვით თქვენი დრო. შეიძლება ესეც არ გვითხრან ხარ, მაგის მეტი რა არის ჩვენი ისტორია ხო? თქვენ გაუშვით თქვენი დრო, დღევანდელი მსოფლიო მოითხოვს ასეთ ტიპის კონფიგურაციას და მე სად მივდივართ? ანუ მე ფაქტის წინაშე ვდგებით? ანუ ფაქტის წინაშე რომ არ დავდგეთ, საჭიროა დიალოგი და დიალოგი. 840 კილომეტრი ეს არ არის მცირე მანძილი საერთო საზღვრისთვის. და იმ საერთო საზღვართან დაკავშირებული უკვე საერთო ინტერესებისთვის, რომელიც ამ საზღვრის ერთობლივი კონტროლის მექანიზმებიდან და გამომდინარეობს. ჩვენთვის ეკონომიკა მნიშვნელოვანია, ეკონომიკამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პროცესის განვითარება. რა თქმა ეკონომიკა, თუ პოლიტიკურად ის არ გამომადგა მე და შესაბამისად არ მოახდინა თავარი ინტერესების დაკმაყოფილება. და რკინიგზის გახსნა იქნება ეს სარკინიგზო მონაკვეთის როგორც ფსოუს, ისე ვთქვათ, ცენტრალურ კავკასიონზე თუ დაიწყო ლაპსაუბარი უწყვეტი მაგისტრალური სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისა, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად პარალელურ რეჟიმში უნდა გაყვეს უკვე ჩვენი ინტერესების მიმართ, ასე ვთქვათ, კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყების ინიციაცია. და ამ ხრის სხვა შორის ბელარუსია, იმიტომ ვახსენე, რომ ბელარუსია არის ძალიან საინტერესო პარტნიორი ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხელშეკრულება ბელარუსთან, ისეთ ძალიან მნიშვნელოვან გრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის მათ შორის სპეცსამსახურების შორის ურთიერთობაც და ეს არის პირდაპირ ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩადებული და რაც ყველაზე მთავარია, პირველი რითაც იწყება ეს ხელშეკრულება არის ის, რომ საქართველო და ბელარუსი პატივსცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც აღიარებულია გაეროს მიერ 91 წლის მდგომარეობით. ბელარუსი პატივსცემს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანა, რომელიც არის სამოკავშირეო სახელმწიფო რუსეთისთვის. ეს ერთგვარი ორგანული ნონსენსიც არის, ხო? ნონსენსიც არის. თუ ვინმე მხარს უნდა უჭერდეს ახლა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას, ჰიპოთეტიურად, უნდა იყოს მოკავშირე ქვეყანა რუსეთის. რომელიც საერთო საბაჟო და სასაზღვრო სივრცეს ქმნის მასთან ერთად. და ამ დროს სრულიად საპირისპიროს ვიღებთ, ხო? რატომ? იმიტომ რომ არის ძალიან სერიოზული ლუფტი დატოვებული ამისთვის, აი ამ პროცესებისთვის. და კარგია, რომ დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებში მე ვხედავ იმ პოტენციალს, რომ სწორედ აი ასეთი ძალების, ასეთი პიროვნებების, ასეთი პატრიოტების შეიძლება ითქვას ერთობამ შექმნას კიდევაც ახალი პრეცედენტი და არა მხოლოდ ჩვენ, ვინც დღეს იქ ვიყავით, მე ბევრ სხვასაც გულისხმობ, რომლებიც იქ არ იყვნენ. შეიძლება ვერც მოახერხეს, ან შეიძლება სხვა გეგმები და სხვა ხედვები აქვთ, მაგრამ დღეს არის დრო არა დაპირისპირების, არამედ პოზიციათა გაერთიანების, ხელის გაწოდების. და სხვათა შორის ხვალ 5 საათზე რო აქცია იქნება, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მიკავშირდება, რომელიც არაპირებდა სხვასთან ერთად გარკვეული აქციების ჩატარებას სხვა დროს. და დღეს უკვე ეს კონსენსუსის საგანია, ესეთი საკრალურად მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში არავის კომპლექსი არ უნდა ვიმოქმედოთ პირიქით. დღეს ნამდვილად არის ერთიანობის. ამიტომაც არ უთითებთ ჩვენ რომელიმე ორგანიზაციას ან რომელიმე პარტიულ თუ ჩვენ ვართ ყველანი ერთად ამისი ორგანიზატორები და ჩვენ ხვალ მსოფლიოს ვანახებთ კულტურას აქციაზე ქცევისა, მიმართებისა, მოთხოვნების დაყენებისა, პოლიციასთან ურთიერთობისა, მერიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა. ჩვენ დავიყვანოთ ეს ძალიან ცივილურ მაღალ საფეხურზე. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, გისურვებთ წარმატებას. პირველ რიგში მადლობა თქვენს ეთერში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ ხვალ 5 საათზე, 17 საათზე გაიმართება თავისუფლების მოედანზე აქცია იმ ამაზრზენი სპექტაკლის არ გვინდა რომ უწოდოთ ამ ყველაფერს, აი ამაზრზენის სცენის შესახებ, რაც ალბათ ყველამ ნახეთ სოციალურ ქსელში, სადაც სამბუბნის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლში რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს რწმენას, ჩვენს რელიგიას, მაცხოვარს და შემდეგ ამ ყველაფერს უწოდებენ გამოხატვის თავისუფლებას, ასე რომ ვისაც ხელში ამოგვივიდა აი ესეთი გამოხატვის თავისუფლება, ალბათ უპრიანი იქნება თუ იქნებით აქტიურები, ხვალ არის ეს აქცია და
ყველას მოგიწოდებთ რომ მიიღოთ მონაწილეობა. დიდი მადლობა ბატონო მადლობა დიმიტრი, გისურვებთ წარმატებას და დაგემშვიდობებით. ასევე. მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის, ჩვენ შევხვდებით ორ შაბათს ერთმანეთს, დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.